ყოფნარი ზეწოლა კომისიაზე. დააყენეს პეჭის ფრაზე. კომანდო დაიწყო მაგისტერ თქვენი საუბარისეულობა. ვერ გამი. ამდენი ხანია კომისიის. ამდენი ხანია გრაფიკით წარმოადგინე ჩემი პარტია. ამდენი ხანია ამ ვარდრულ ბიზნესის გამო. ხელმძღვანელი კომისია დაიწყო და კიდევ ერთი შეკრება. ეს განკარგულება არის გახსენებული ჩვენი ზემდგომი კომისიის მიერ თუ ვინმეს ეწევა ამის კანონიერებაში ყველა საკუთრება ამის გასაჩივრების მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი მისავად იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ამის ვარჩი არჩეულია 4 ოქტომბერს ესეც მინდა რომ დააფიქსიროთ არა იმიტომ ესე აჩვენებდა 4 ოქტომბერს უნდა იყოს არჩევნების აფიქსირეთ და შეინახეთ მესწრებს. მადლობა ხობას დაუდასტურეს კომისიაში ეცესკოდან მათ აქვს უფლება რომ დაესწრონ ჩვენს დომას. ხო გაქვს ბატონო კობაილას ინფორმაცია. თუ არ ეკუთვნის გააძევეს. გააძევეს თუ არ ჩვენო პარტიის გამომგონია როგორც წარმომადგენელი და დღეს ატომღაც ახსნამდე იყო ამდენი ხანი კამათი ცნო თუ არა ეს დოკუმენტი ამ დოკუმენტის ჭეშმარიტება ასე რომ სახეზე არის ყველანაირი ცდილობა იმისა რომ რამენაირად თავისი გაიტანონ რამენაირად ხელი შეუშალონ კომისიის ამ მომენტისთვის ეს არ გამოუვიდა იმდენად ხდომა იმედია ყველაფერი ჩაიოს ნორმალურად და ხდომა შეძლებს გამოიტანოს ის გადაწყვეტილებები რომელიც შესაბამება კანონს და ზოგადში მაცხოვრებელი ხალხის საქართველოს საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს ვინ შეიძლება იმყოფებოდეს შესაბამის საუკუნის საარჩევნო კომისიაში თუ საუკუნის ცესკოში წარმომადგენლად. ამავე კოდექსის მიხედვით 52-ე მუხის მე-6 ნაწილი ამბობს, რომ შესაბამისი პარტია არის უფლებამოსილი მხოლოდ პენჩისყრის დღემდე მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და გამოიწვიოს თავისი წარმომადგენელი. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა ბატონმა ბარამიძემ, არის დათარიღებული 3 ოქტომბრით, ანუ არჩევნების შემდეგ, შესაბამისად მას არანაირი უფლება არ აქვს იმყოფებოდეს წარმომადგენელი საუკუნის საარჩევნო კომისიაში დღეს განხილვას. მე წარმოვადგინე სტომას ცესკოს მიერ გამოსავალი განკარგულება რის საფუძველზეც გიორგი ბარამიძე არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საუკუნის საარჩევნო კომისიაში და რა თქმა უნდა ხელმძღვანელი ამ